შეგიმჩნევათ ესეთი მომენტი, რომ ყველა ადამიანს ერთნაირი ნათქვამი არ ესმის. ეს უფრო არის გამოვლენილი ბავშვებში, იმიტომ რომ ბავშვები ჯერ ესე ვერ აკონტროლებენ, ესე ვთქვათ, ვერ ფოკუსირდებიან იმდენად, ბავშვებში ეს უფრო ჩანს, თუმცა ხანდახან მოზრდილებში ჩანს. ანუ არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს თუ ელაპარაკები, ანუ ადამიანს არ ესმის მონოტონური საუბარი, ზოგიერთს არ ესმის თუ მაინც და მაინც ემოციურად არ ეუბნებია, ვერ აღიქვამს, ან ყურადღება ეფანტება, ვერ გისმენს. ეს ყველაფერი არის მერკურის თემა და მესამე სახლის თემა, არა მხოლოდ მერკურის, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში განვიხილავთ მერკურის. იმიტომ რომ უფრო მარტივი განსახილველია და იმიტომ რომ მესამე სახლი ყველას ძალიან ინდივიდუალურია. ყველა სხვადასხვა პლანეტები ყავს მესამე სახლში, ყველას კუსპიდები, ჩართული ნიშნები სულ სხვადასხვა ყავს მესამე სახლში, შესაბამისად ინტერპრეტაცია აი ესე ყველას ვერ განვიხილავთ აქ. ძალიან ინდივიდუალურია. ეხლა რაც შეეხება მერკურის. ანუ ვისაც მერკური ყავს ცეცხლის სტიქიაში, ესეთ ადამიანს ესმის უფრო მეტად. თუ უფრო ისე ინტენსიურად ელაპარაკები რამეს, ანუ უფრო ხმას უნდა აუწიო, უფრო ემოციები უფრო მეტი უნდა ჩადო, ხელებით, ჟესტებით, ანუ მაქსიმალურად ყურადღება უნდა მიიქციო მისი. ხმაურით, აი ეს ბავშვებში უფრო ხშირად დაინახავთ ამას, ვისაც მერკური ყავს ცეცხლის სტიქიაში, თუ არ უყვირი ხმას არ აუწიე და თუ ისე არ ელაპარაკენ, დაუძახე ელემენტარულად არ ესმის. ენერგიულად უნდა ელაპარაკო, რომ ყურადღების კონცენტრირება ამ ადამიანმა მოახერხოს და რომ მოგისმინოს, რომ შენზე საერთოდ ყურადღება გაამახვილოს. თუ არის მერკური მიწის სტიქიაში, ამ ადამიანს არ სჭირდება არაფერი პირიქით იბნება, რაც უფრო აი ეს ენერგიულად ელაპარაკები, უნდა ელაპარაკო ნელა, გასაგებად, საფუძვლიანად და აი ესეთ მონოტონურ საუბარს ნელა და თითო-თითო რო ყველაფერს დაუღეჭავ, აი ესეთ ადამიანს აი ესეთი ესმის ნათქვამი. თუ არის ჰაერის სტიქიაში, მერკური ესეთ შემთხვევაში მაქსიმალურად უნდა ელაპარაკო საქმეზე, პრაქტიკული, ესე ვთქვათ, საუბარი და მაქსიმალურად უნდა იყოს ეს საუბარი სწრაფი. ანუ რასაც რისი თქმაც გინდა უნდა უთხრა მაქსიმალურად სწრაფად. თუ გინდა რომ ამ ადამიანმა ყურადღება მოგაქციოს ან გაიგოს რას ეუბნები. ანუ ელაპარაკები ჟესტებით, ელაპარაკები სწრაფად და ელაპარაკები არა ყველაფერზე, არამედ ანუ თუ გინდა რომ ყველაფერი მოაქციო, ესე ვთქვათ ამ ადამიანის მარო ყურადღება მოგაქციოს, ყველაფერი უნდა უთხრა მაქსიმალურად სწრაფად. ანუ ინფორმაციული უნდა იყოს შენი ნათქვამი, არ უნდა იყოს ესე ჰაერზე უბრალოდ და ესეთი ნათქვამი ესმის. ესეთი ადამიანი, ვისაც მერკური ჰაერის სტიქიაში ყავს, ნელ მონოტონურ საუბარს ვერანაირად კონცენტრირებას ვერ შეძლებს. თუ არის წყლის სტიქიაში, ესეთ შემთხვევაში თუ მერკური წყლის სტიქიაშია, ესეთ დროს ადამიანს სჭირდება ემოციური საუბარი, რაც უფრო ემოციებს ჩადებდა, ისე ელაპარაკები ემოციურად, ისეთ თემაზე რომ გადმოსცემ მაქსიმალურად სათქმელს ემოციებით. აი ესეთ დროს ადამიანი გისმენს და რეალურად უფრო მეტად გაიგებს იმას, რისი თქმაც შენ გინდა. ესეთ ადამიანს მონოტონური ან რაღაც ესეთი შეძახილებით საუბარი არ მოეწონება და ვერც გაიგებს, ესე ვთქვათ, ვერ მოახერხებს კონცენტრაციას.